გამარჯობა კნოპა, სათხარ ჩენ და მერი, ვერ გხედავთ აქ. თან ვარჯიში დავიწყეთ უკვე თითქმის. რა? არ იქნებით ვარჯიშზე, არც სკოლაში? გოგოებო, კარგად ხართ? უკვე იწყება, სად არიან? მასკოტ, ახლა დიანა ძალიან ცუდ ხასიათზე იქნება. გოგოებო, დავიღალე უკვე, ყოველთვის აცდენთ ვარჯიშს და ძალიან გამაღიზიანებელია. იანა და წერე მერი და კნოპა დღეს არ იქნებიან ვარჯიშზე, არც სკოლაში. კარგი დავწერ მერი და კნოპა არ არიან აქ. კარგი გოგოებო, ნახვამდის არ მინდა თქვენი ახსნების მოსმენა. ნასტია, დღეს მე და შენ ერთად უნდა ვივარჯიშოთ. გოგოები აცდენენ ვარჯიშს, ერთად ვართ. კარგი დიანა, დღეს მარტო მე და შენ ვივარჯიშოთ. ჩვენ სამი ვართ, მე ყოველთვის თქვენთან ვიქნები. გოგოებო, რა პრობლემაა? შემიძლია მერიან კნოპა ჩავანაცვლო, რომელსაც მეტყვით. ჯერ არ დამვიწყებია ხტომა რომ იცოდეთ. იანა, შეჯიბრებზეც ჩაანაცვლებ? აქ ისინი უნდა იყვნენ და ვარჯიშობდნენ, ვინც შეჯიბრებზე გადიან. კარგი, მასკოტ, ნასტია, დავიწყოთ. 1 2 3 გამარჯვება. იანა, იმედი დავკარგეთ, იქნებ შემოგვიერთდე და ისევ გახდეთ ჩირლდერი. ბანი მაგარია, ბანი საუკეთესოა. ჩვენ გავიმარჯვებთ. დიანა, ეს ვარჯიში არ არის, იმედ გაცრუება. ნასტია ძალიან ცუდად ხტუნობს. მასკოტ, დავინახე, ნასტია, რა პრობლემაა? მოკლეზე და მაცვია და იმიტომ ვერ ხვდები. ხომ გითხარი რომ მაგის შიგნით რამე ჩაიცვი ვარჯიშზე თქო. ხელების აწევა რო დაგჭირდება, უფრო კომფორტულად იქნები. კარგი დიანა, შემდეგში ჩავიცვამ შიგნით ტოპს. გამარჯვება! ბანი მაგარია! ბანი საუკეთესოა! ჩვენ გავიმარჯვებთ! ეს ვარჯიში არ იყო, სრული საშინელება იყო და სასწრაფოდ მჭირდება დასვენება, ძალიან დავიღალე წელს. დიანა, ნუ ნერვიულობ, შეგიძლია მე მენდო, შემიძლია ჩავანაცვლო შენი ნებისმიერ ჩირლდერი. კარგი იანა, მადლობა. სასწრაფოდ სჭირდება ჩემს ტვინს დასვენება, ძალიან დავიღალე. ხო დიანა, ორთვენახევარი დარჩა ამ წლის დამთავრებამდე. დიანა, მოპატიე ტოპისთვის. კარგი ნასტია, დაივიწყე. ორთვენახევარი როგორ გავუძლო? გოგოებო, ჩემთვის დამშტობება არ გინდათ? ხო, მასკოტ, დღეს ვარჯიში არ გვექნება, შეგიძლია გამოიცვალო. შემდეგი ვარჯიშისთვის უფრო მოწესრიგებულები ვიქნებით. კარგად, მასკოტ. იმედი მაქვს შემდეგ ვარჯიშზე უფრო ორგანიზებულები იქნებით, თორე იცოდეთ, ბაჯია ჩირლდერები აღარ იარსებებს. გოგოებო, ნახეთ როგორი ჩანთა მაქვს. თქვენც აუცილებლად უნდა იყიდოთ. მოიცა რატომ? ვერ ხედავთ რომ ბანის ყველაფერი ბაჭიების აქვს, ჩვენც ბაყაყეს უნდა გქონდეს. გოგოებო, მე მგონი კოსტა პიცას ეფლირტავება. ხო, დღეს აისი არ მუშაობს და ეფლირტავება უფასო შოკოლადისთვის. გოგოებო, მაუცებენ ეს ბიჭები, კოსტა, როგორ ხარ აბა დღეს? დღეს აისი არ არის, ამიტომ მარტო ვარ. ახლა 1 წუთი. კი, კარგი პროგრესი მაქვს. პიცა უფასო შოკოლადს მაძლევს, თუ ამის გაგონება გინდოდათ. ვიცოდი კოსტა. გამარჯობა კოსტა, ცხელი შოკოლადი მინდა. დიმა, ახლა რა გავაკეთო? საათისფერო შარვალი ხო გინდოდა და ვიყიდე, რა პრობლემა? უკან მაინც ვერ დავუბრუნდებთ. დიმა, რა? ზედმეტად დიდია ჩემთვის, წელზე დიდი მაქვს, ვერ ხედავ? კარგად შეხედე? რა არის ეს? კოსტა, არ გინდა უყიდო ეს კარინას 17,000 ღირს. არა, საათისფერო, მადლობა, კარინა ამ შარვლის გარეშე უკეთესი იქნება. ვაუ, 17,000 დოლარიანი შარვალი აქვს, მაგრამ უფასო ლატე უნდა. დიმა, ვერ გაიგე, 17,000 ღირდა და არაფრისთვის. ხო გითხარი რომ გაგესინჯა, მაგრამ გეზარებოდა. წვანე, ტანსაცმელს ყიდი? ბაყაყებო, შარვალს ჯერ არ ჩამიცვამს, მართლა. დღეს ვიყიდე, მაგრამ დიდი მაქვს, თქვენ მოგერგებათ. 17,000, ფული მართლა მჭირდება. ჩეკი გაქვს? ეჭვგებარებათ, ფეხბურთელები ხარბები არ ვართ. აი, აქ აწერია, ნახეთ, 17,500, მაგრამ მე ფასდაკლებას გაძლევ 17,000-ად. ვა, მართლა მაგარი შარვალია. კარგი მწვანე, მომეცი გავისინჯავ. თუ მომერგება, მაშინ ავიღებ. რა? ეგეთი ფული გაქვს? ხო, რა თქმა უნდა, მოგერგება, ნახე, გაიწელება კიდეც, ძალიან იდეალურია. წვანე, გავისინჯავ და მე გადავწყვეტ მერგება თუ არა. ხო, ჩაიცვი, საათისფერს აინტერესებს ჩაგეტევათ თუ არა, იქნებ სხვა ვიღაცა მიყიდოს. ჯანდაბა, არ იწელება. მოიცა, როგორ არა იწელება? აი, ახლა ამოვწევ, ნახე, მოიცა? მოსწავლეებო, გამარჯობა. მეგობრებო, გომბეშვების გასახდელის ადგილი ხო არ აერიათ? კალთბურთელებო, დამეხმარეთ ამის აწევაში 17,000 ღირს. ეგ შენი შარვალი პატარა მაქვს, გაამხადე. ღმერთო, საათისფერო. მის მინედიმა, თუ ასეთი მდიდარი ხარ, ახალ შარვალს რატომ არ ყიდულობ მწვანეს? ქერა, შენ გაჩუმდი. გომბეშვებო, კარგად არ ვარჯიშობ, თუ ეგ შარვალი არ გეტევათ. პიცა, კაკაო გვინდა. მოიცადე, ვერ გავიგე, კალთბურთელებმა დამცინეს? ვერ მიხვდი? მოიცადე, ანუ არ ყიდულობ? არა, წაიღე. ჯანდაბა. კარგით გოგოებო, წავედით. დღეს ალბათ სკოლის მერე დიეტაზე დავჯდები.
დიანა, ეს რა არის? მასწავლებელი მაიკი არ გაპატიებს ასეთ ჩაცმულობით თუ შეხვალ ოთახში. გოგოებო, რა პრობლემაა? ჩემი აზრით, კარგად მაცვია ზედა და ქვედა. უკვე წარმოვიდგენ რომ ვისვენებ. დიანა, არა, გირჩევ გამოიცვალო. ხო, დიანა, შეუძლია მასწავლებელმა იქ შემშობლებს დაურეკოს. გამარჯობათ, მე ამბოხეებო, თუ ჩირილდერებო, თუ რა დაგიძახოთ.იანა, ყველაფერი კარგად იქნება, ლუზერებო, გამარჯობა, რატომ მოხვედით ჩვენთან? ჩვენ მე ამბოხეები ვართ, ჩირილდერები. გოგოებო, ზაფხულის არდადეგები ახლოვდება და გვინდა რომ გუნდი შევკრათ. ხო, სკაუტების გუნდი. გოგოებო, ამათ შეხედეთ, მარტო ჩვენ არ ვუცნობთ დასვენებაზე. ხო, მაგრამ თქვენ სკაუტების გუნდში არ ვიქნებით. არ გვინდა რომ კოღოებმა გვიკვინონ. გოგოები და მე მსოფლიოს საუკეთესო ადგილებში წავალთ დასასვენებლად. ხედავ ჯიჯი, ხომ გითხარი რომ აზრი არ ქონდა აქ მოსვლას? აქ სკაუტები არ არიან. ჩირილდერებო, დაფიქრდით, კალათბურთელებსაც ვეტყვით, ჩვენი შეყვარებულებიც წამოვლენ. კარგი იქნება. მისმინე ჯიჯი, შეიძლება შენ გაერთო, მაგრამ მე და გოგოები სხვანაირად დავისვენებთ, ხომ გესმის? ჩვენ ჩირილდერები ვართ, არ დაგავიწყდეთ. და მე ამბოხეებიც. ჯული, რა გამოდის, რომ მხოლოდ ჩვენ და ჩვენი შეყვარებულები ვიქნებით ამ სკაუტის გუნდში? ხო, ჯიჯი, სკოლის ელიტა არ შემოგვიერთდა. არა, ჯული, წავიდეთ და კალათბურთელებსაც ვკითხოთ. მეგობრებო, გამარჯობა, ვინმე ზედმეტი კალამი ხო არ გაქვთ ლურჯი ფერის. პატრიკ, გაიგონე, ლურჯი ფერის კალამი უნდა, რატო დაცოცავ სკოლაში ლეოპარდის ტანსაცმლით. პირველ რიგში მე არსად არ დავუცოცავ, დავდივარ და მეორეც, ეს ფურდუკი ჩემი ბოლო კოლექციიდან არის. მოიცა, ჩემ ხარ შენ მოდურ ხელებს რატო ურტყავ? ხო არ დაგავიწყდა ჩვენ ვინ ვართ? არა, არ დამოვიწყდა, თქვენ ამ სკოლის ლუზერები ხართ. მოკლედ მია დღეიდან მომისმინე და გააკეთე ყველაფერი, რასაც გეტყვი. კარგი, ერთი წუთით არ მესმის ეს რა არის? გონი ლუზერებმა შენი რაიანი მიიმწყვდიეს და რაღაცებს ეუბნებიან. რომელი ლუზერები? ახლა ბეისბოლის მოთამაშეები ვართ. არ გინახავს ჩვენი თამაში და თქვენი ბიტები სად არის? არ მინახავს. აი ჩვენი ბიტები. და ჩემი სხვა კარადაში დევს გაჩვერო? და ვერ გავიგე ჩემგან რა გინდა თქვენდეთ თქვენი ბიტები და ლეოპარდის კურდუგი მექნება. სხვადასხვა საჭიროებები გვაქვს. ესე იგი სხვადასხვა საჭიროებები გვაქვს. კარგი, ვილაპარაკოთ. არ მესმის ბიჭებო, აქ რა ხდება? თქვენ ლუზერებო, თავი მაგრები გგონიათ? ლეილ, უბრალოდ წარმოიდგინე, ორი ვიღაც თავს დამესხა ჩემი ლეოპარდის კურდუგის გამო. არა, ჩვენ არაფერი არ გვიყვებს. მომისმინეთ ლუზერებო, ჩემი რაიანისგან თავი შორს დაიჭირეთ. ხო, ლუზერებო, წადით, სანამ გაჩვენეთ ჩემი განსაკუთრებული ტექნიკა. კარგი, ხო, გაგიმართვა ლეოპარდის კურდუგიანო. შემდეგ დასვენებაზე შევხვდებით. ლეილო, ვერ ხვდები რა უნდათ. ეგ რა შუაშია რაიან, უბრალოდ ლუზერები არიან, ლუზერები და არ გაყვა მათ მაგალითს. ხო, დაინახე როგორ შეშინდათ ჩემი ტექნიკა რო ვაჩვენე? კი, მია, ზუსტად შენი ტექნიკა იყო. მოიცა, სად ვიყავით? იმ ფაქტზე რომ ახლა მეგობრები ვართ. მართლა ლეილო, შენი ახალი საუკეთესო მეგობარია? ხო, რაიან და თავისი მაღაზიიდან ახლა ვალად მომცემს რაღაცებს. მეგობრებო, მაგარია როცა ფული გვაქვს. ხო, ორეოები და ლატე ერთმანეთს ძალიან უხდება. მაქს, მე რის ხო არ მოუწერია. არა, არ მოუწერია. კარგი მეგობრებო, არ იდარდოთ, გოგოები მალე ისევ ჩვენი იქნებიან. თავარია ჩვენ გეგმას მივყვეთ. ისე სიმართლე რო გითხრა, შენი გეგმა არ მომწონს. მიდი სოფი, შენ ახალი მონაწილე ხარ. მიდი, შენ მართლა მოეწონები, აუცილებლად. მიდი და კითხე, უთხარი ბიჭებო, ლატე გვიყიდეთ და მე რატო? აბა ჩვენ აღარ მოვეწონებით. მიდი სოფი, გინდა რომ ბაყაყი იყო თუ ლუზერობა გირჩევნია. კარგი, მივდივარ. ბიჭებო. კალათბურთელებო, ეს ჩვენი მაგიდაა. ხო, მესმის რომ ძალიან გიყვართ ეს ჩირილდერები, მაგრამ საჭირო არ არის მათი ადგილების გათბობა. ჩვენითაც შევძლებთ. გასაგებია მივდივარ. გოგოებო, დღეს ძალიან ლამაზები ხართ, განსაკუთრებით შენ დიანა. ჩემი საყვარელი მერი სად არის? დაკნობა. თქვენი მერი და კნოპა არც სკოლაში არიან და არც ვარჯიშზე იყვნენ. სამამდე ვითვლი კალათბურთელებო, დაგვითმობთ ადგილს თუ არა? რა თქმა უნდა, გოგოებო, დაცხადეთ. მადლობა კალათბურთელებო. სმაილ, ამ შოუს მიზანი რა არის? გომბეშვებო, დიდი ხანი უნდა გელოდოთ დამატებით გაკვეთილზე. დიანა. გამარჯობა მასწავლებელო მაიკი, გთხოვთ აუხსენით კალათბურთელებს, რომ სწორი არ არის სხვის ადგილას დაჯდომა. მასწავლებელო მაიკ, ჩვენ აუდექით. მორჩა გომბეშვებო, დამატებით გაკვეთილზე. და დიანა, ეს რა არის, რა გაცვია? მასწავლებელო მაიკ, ვიცოდი რომ ამას მკითხავდით, უბრალოდ ზედა და შარვალია. არა დიანა, მე შემშობლებს დაურეკავ, სახლში წახვალ და გამოუცვლი. მანამდე კიდე ჩემ ჟაკეტს გათხოვებ. მასწავლებელო მაიკ, რა ხდება, ეს რა საბავშვო ბაღია? დიანა, იცოდე ტანსაცმელი გამოიცვალე, შეგამოწმებ დასვენებაზე. მასწავლებელო მაიკ, დასვენება მინდა უბრალოდ. გექნება დასვენება, უბრალოდ ახლა გამოიცვალე.
არა გოგოებო, ეს ხუმრობაა? ვეღარ ჩამიცვამს ის, რაც მე მომწონს. დიანა, ეგ მართლა ზედმეტია. Smile, გაჩერდი. კარგი, რას შევუკეთავთ? კარგი, ბიჭებო, მე წავედი. ისეულადე. კარგი. კოსტა მირჩია რა გავაკეთო საათისფერთან, დავიღალე მაგის შარვლებით. და უბრალოდ არ უყიდო შარვლები, არაფერი არ უყიდო. კოსტა ეს მე მისთვის არც ვიყიდია, თვითონ იყიდა. უბრალოდ ჩემი ჩანთა ქონა გადაკიდებული მხრებზე. დიმა, შენი ბრალია რო ასე იქცევი, ჩანთასაძლევ საათისფერ, სადაც ფული დევს. გოგოებო, გთხოვთ, იყიდეთ 17,000-ია მხოლოდ. მე არ მერგება, მაგრამ თქვენ მოგერგებათ, დიდი მაქვს. წონე ამბობ, რომ შენზე მსუქნები ვართ? წონე ბოდიში, მაგრამ წითელი ჩვენი ფერი არ არის. უბრალოდ არ ჩავიცვამთ. წითელი არ არის. ნახეთ, წითელი და თუ შემოაბრუნებთ, უცბად გახდება ლურჯი, წითელი ლურჯი. წონე, მოდი წყნარად გეტყვი, წადი აქედან შენი შარვლით. დიანა, იცი ეს შარვალი საიდან მაქვს? დიმამ მიყიდა 17,000-ად. გოგოებო, ძალიან დავიღალე. მოდით ყველა ერთად წავიდეთ და სადმე დავისვენოთ. ცოტა ხნით. დიანა, რას გულისხმობ? ჯერ სკოლა გვაქვს, ნახევარი წელი დაგვრჩა. დიანა, რას ამბობ? მეგობრებო, რომელ დასვენებაზე ლაპარაკობენ? Smile, მოусმინე, ხო, უსმენ. გოგოებო, ერთი კვირა ავიღოთ სკოლიდან და გავფრინდეთ სადმე, მაგალითად მალდივები. აბა რა სიტყვით? ზოგი ადამიანი უბრალოდ აცდენ სკოლას და ჩვენ დავისვენებთ მაინც. მალდივები? გვინდა! შვენიერი, აბა აქ რატომ სხედვართ? ახლავე დავურეკავ, ოპერატორს დაგვიჯავშნის ბილეთებს, წავიდეთ და ჩავალაგოთ. ხო, მაგრამ ჩემი მუცელი?იანა, შენი მუცელი? ჩემიც, რანაირად უნდა ჩავეტიოთ საცურაო კოსტუმში? მეგობრებო, გაიგონეთ, მიდიან, არ დადეგებს იწოვენ. მოიცა, რას გულისხმობ? ეს შეუძლებელია. ბაჭიაჩი ლიდერებისთვის შეუძლებელი არაფერია. კარგი, გოგოებო, წავიდეთ. Smile, ეს მასწავლებო მაიქს მიეცი. მოიცა, სად მიდიან? და წასვლის ნებართვას ვაძლევთ? არა, ჩვენი ბაჭიები არსად არ წავლენ. გოგოებო, კალათბურთელების თვალები დაინახეთ? ხო, გაოცებულები იყვნენ. კარგი, გოგოებო, მალდივები გველდება. ხო, იმედი მაქვს მასწავლებელი მაიკი გაგვიგებს და გვაპატიებს. ჩვენ ხომ ვისვენებთ. და გავამზადე, რაც უნდა ჩავიცვათ აეროპორტში. ეს შენ, ეს ჩემია და ეს შენი ანასტია. როგორ მიყვარს სტაფილოსფერი? კარგი, გამოვიცვალოთ და წავიდეთ. ხო, ჩქარა. არცადოთ ჩვენი ჩაშვება. ბონია და ტედი ჩუმად. გოგოებო, რა იქნება ჩვენი სლოგანი, როდესაც წავალთ ამ შვენიერ მოგზაურობაში? მე ამხების და უვიწყარი დასვენება. გოგოებო, იმედია მშვიდად ჩავალთ. ხო! მოიცადეთ, გოგოებო, იქნებ მოგზაურობის წინ დავსხდეთ.იანა, თვითმფრინავში დავსხდებით. რა არის ამ ჩემოდანში? რა შეკითხვა? 100 სასურაო კოსტუმი. არ გესმის, რომ ყოველდღე ახალი უნდა გვეცვას, რომ ფოტოები გადავიღოთ. ყველა სხვადასხვა. ძალიან მძიმეა. გოგოებო, ამ დღეებში უნდა გადავიღოთ ძალიან ბევრი ფოტო, ვიდეო და დავდოთ სტორებზე. ხო, და თქვენი კალათბურთელები გაუცდებიან, შოკში იქნებიან. თქვენი მერი და კნოპა აქ არ არიან. ეს გაიგონეთ? და რა, წავიდეთ. Smile, დიანა უნდა შეაჩეროთ, ორი კნოპა და მერიც მასთან ერთად გავფრინდებიან. გოგოებო, ეს იმისთვის, რომ ძალიან კარგი სუნი გქონდეს აეროპორტში. აბა შორს მიგარდ. რა ხდება დიანა, არ დადეგებზე წასვლა გადაწყვეტე? Smile? აქ რას აკეთებთ? ხო, სკოლის კაფეში არ დარჩნენ? მოგლეთ დიანა, გირჩევ რო ეგ ჩანთები ამოალაგო. ხო, თან სწრაფად. თორი ახლავე მაიქს დაურეკავთ. მომისმინეთ ბიჭებო, დავიღალეთ თქვენით. ყველაფერი რატომ უნდა ჩააშხამოთ? დიანა, Smile თხა არის. ხო, მაგას დიდი ხანია ვამბობ. არა გოგოებო, რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერს ჩაშლა არ გვინდა. ოღონდ ისე თუ მოაწყობთ, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. და ჩვენს თქვენთან ერთად წამოვალთ და მერის და კნოპასაც გავიყოლებთ. მომისმინეთ კალათბურთელებო, გადავწყვიტეთ, რომ დავისვენოთ და თქვენ ამას არ ჩაგაშხამებინებთ. კალათბურთელებო, წადით აქედან და აბა სცადეთ და ვინმეს უთხარით. ესე იგი აქედან წავიდეთ. მეგობრებო, გონი ვიდეო უნდა გადავიღოთ. კარგი აზრია. მოკლედ, ჩვენ ახლა დიანას სახლში ვართ. მათ გადაწყვეტეს, რომ არ დადეგები მოიწყოთ მარტო თავისთვის. იმის მიუხედავად, რომ არ დადეგები ორ თვეშია. ამაზე რას ფიქრობთ, მასწავლებელო მაიკ? იცით რა, კალათბურთელებო, ამას არ გაპატიებთ. ხო, რა იყოთ, გშურთ? ხო, ბიჭებო, თქვენ კაცები ნამდვილად არ ხართ. ხო, არ ვართ და თქვენ არსად არ მიდიხართ. ხედავთ მასწავლებელო მაიკ, ხედავთ, უთხარით, რომ ისინი არსად არ წავლენ. ბიჭებო, წადით აქედან, ახლავე.
ბავშვობა და ლაიქეთ ეს ვიდეო გამოიწერთ ახლა და დააჭერეთ ძარს. ახლა უნდა წავიდე და გავუმკლავდე ამათ. წავედით. კარგად. კალათბურთელებო, კარი.